შორენა ბაღნები უნდა დავტოვო საჭმელზე მივდივარ. შემიხედეთ და გეხოეწებით, გარეთ არ გამოვიშვათ. გავიგე რომ ხალხი ამ დასახლებაში ეგრეთ წოდებულ 53 ბატალიონში შესახლდენო. მეც უსახკარო ქირაში ვცხოვრობდი, არ მქონდა არანაირი გადასახადი და მოვედი. ეს ცხოვრება არ არის, ეს უბრალოდ სუნთქავთ ჩვენ. მაგრამ მე მაინც იმით ბედნიერი ვარ, რომ მე ყველა თვეში ქირის ფულს არ ვიხდი. რაც აი 345 ლარი თავის გადასარჩენად ყოფნის. თუ არ ყოფნის არ რჩება. არ ფუნები მიდი და თაფია იგრო. ბავშვები ძალით გავხადე დასრული აზროვნების მე მგონი. ფიქრობს, არ გეგონოს პური რომ ძირში ან გააგდონ ან რამე იჩხუბებს რომ იგი ქენის რომ მაგი გეყონ მერეო. და ძალიან გული მტკივა როცა არა აქ ბავშვური აზრები. არის ოცნებებს ზოგიერთ ბავშვით ველოსიპედი ყავდეს. სხვანაირად რა შეშას ფიქრობს. სადმე თუ ხის ტოტია ჩამოტეხილი მოათრევს მეიტანს და რომ დაჭრას და ვიხმაროთ. და არის სულ რაღაც 10 წლის ბავშვი. ტყუპის ცალს მაგას აქვს სერიოზული კანის პრობლემა, რომელიც მე ახლა მყავდა ექიმთან მიყვანილი, გამომიწერეს 48 ლარის წამალი, მაზები და ვერ ვუყიდე, ეგერ მიდვია რეცეპტი. ფიქრობდი ახლა რომ სოციალურს ავიღებ, აქ შევიზღუდო ცოტა ის სუპი ბევრი ვაჭამო. თქვათ ის სუპი 2-3 პაჭკე მეტით ვიყიდე, რომ ის 45 ლარიანი წამალი ვიყიდო. აი ასე. ეს არის ხმანქანა თავდასხმის სამინისტრო. მაჩუქა, მაგრამ რა აზრი აქვს 150 ლარი უნდა მატორს, რომ წყალი დავქაჩო. არ ვიცი როდის იქნება მაი ბედნიერება. მე მაგას ვერ ვიყიდი და დვია ასე ჯერჯერობით. ხელით ვეზიდები წყალს 30-40 ლიტრიანი ბაჩონკებით, ჯამრთელობაც აღარ მაქვს უკვე. ამ კალისტრით ვავსებ ამას 140 ლიტრიანს. და მე 60 ასე ვავლებ, საღამომდე ყოფნის წყალი. სასადილოებში მრეცხავად მუშაობდი, დამლაგებლად მუშაობდი, პადიეზდებიც მილაგებია, ესეთ ადგილასაც მიმუშავია. შაბათ-კვირას იყო რომ მანდარინზე დავდიოდი, როცა დასვენებები იყო, მანდარინს ვკრებდი უფროს გოგოსთან ერთად. აქ მეზობლის ქალს ვუტოვებდი ბავშვებს, წავიდოდი და მანდარინს ვკრიფავდით, რომ 40 ლარი მოგვეტანა. ახლა ფეჟი მოდიან გარშონ მათ საშუალოდ რო იცხოვროს ადამიანმა. ჩვენ მე საშუალოდ არ ვცხოვრობ. მე ვცხოვრობ. აი არა ადამიანურად, მეტი რანაირად თქვა. ჩემი სურვილია რომ ელემენტარული კონდეთ რა.
ამ შეშაში 150 ლარი უნდა გადავიხად, მაგრამ რითი არ ვიცი. თავარი ხომ მომავიტანე სიცივეში არ მეყოლება. შესახლებული უკანონოდ ვარ, უკანონო და ყველა დღე თავისი არ დავდობალისები მის ფიქრით რომ ხვალ რომ გამაგდონ სად წავიდი. სად წავა? წყალი? მოვიდა. როებით ვართ შეფარებული, ხო. ნაქირავებში ვიყავი ერთი თვე და მერე ქირის ფული აღარ მქონდა. ბავშვი როცა მყავს და მეშინია რო არ გამიცივდეს, გინდა არ გინდა ვანთებ. შეშასაც ანჭოროხის პირიდან მოაქვს წადიან სადმე ღელის პირებში. ღმერთს მადლობა, ჯამრთელია და უძლებს ამ ყველაფერს. არ არის სამუშაო. ანდა თუ იმუშავე ფული არ აქვს რაც რომ მოგცეს ეს და დღეში ახლა 2 მანეთი რო გააკეთო 2 და 5 მანეთი გზაში გინდა და მაგის თანები უფრო არის. მოხელე ვარ, ჩემი ცხოვრება მუშაობ. ასე გაჩენ ოჯახს. ყველაფერს მივაკეთე. მასალას იყიდი და ჩემი მოხელეს ფული სადა უნდა გადავხერხოთ. ჩვენ ვართ ხულოს რაიონის სოფელი ძირგვაძეები. წამოველთ 8 წლის, 2006 წლის თებერვალში. თებერვალში სტიქია მოხდა და ერთი თვის მერე წამოვედი. მთავრობამ ასეთი ის გვითხრა, რომ დროებით თავშესაფარი უნდა მოგცეთ წალკაში თუ ისურვებთ წასვლასო. შეგისყიდითო იმ იმედით წავედით და რო ჩავედით და მერე მიუმართეთ, გვითხრეს რომ შესყიდვები დამთავრდა აღარ არისო. ფუფუნების ის არ გვაქვს მეტალოპლასმასები და ახლობელმა შეცვალა ფანჯრები და გამოვართვით ეს მეორადი ფანჯრები, რომ გავაკეთოთ. სექტემბრის შუა რიცხვები იყო. ისევ მეზობელი ბერძენის დახმარებით გთხოვა რომ დამალაპარაკეს кайფში დაველაპარაკე და აღდგომისთვის ჩემი სახლი მე მჭირდებაო. ამდეხანი იცხოვრე, შენ კი გააკეთე, მაგრამ იცხოვრე ეს გეკუთვნის რომ გადაიხადო. რა იძულებული გავხდი რომ დამეცადო. მე ვნახე ადგილი, ვუთხარი მე აქ ვდგამ სახლს. არავის არ არის ეს მიწა, ხო? დავიწყე და ავაშენე ვერც ვერავინ ვერაფერი ვერ მითხრა. აქ იმიტომ წამოვედი, რომ აი შენ რეგიონში წადი. ამოვაშენ. ქვით ამოვაშენა? ხო. ერთი შანსი არ არის.
ოცნების ქალაქი? ყველა ჩვენთაგანი ამ ცხოვრებით ცხოვრობს. ყველას დღე ოჯახიდან დაწყებული, ყველა მშობლის ყველა ოჯახის მშობლებისგან შვილებს ესმით, რომ რაღაც იქნება. რომ საკუთარი სახლი ექნება. მე ძალიან ბევრისგან გაგონილი მაქვს, რომ მათი შვილები სახლს ხატავენ, სახლს კი რა ქოხს. და ხშირად უკითხეთ, რომ მასწავლებელს თუ ვიღაცას ძალიან ბევრისგან გამიგონი, რომ ეს რა დახატე. ასეთი სახლი გვაქვს ჩვენო. და ყველა ბავშვის ოცნებაა, როცა თამაშობენ, მე მაგ გაგონილი, რომ თამაშობენ, იცი რატომ არ მინდა? ჩემი შვილი. და ვერ მოვიყვანო, იცი როგორ ცხოვრობენ ჩვენი კლასელებიო და რა უთხრათ აქ ცხოვრობთო? ბავშვები, პატარები არ გეგონოს ან დასრულები, 10-12 წელი. იცი როგორ მცხენია აქ რომ შემოვდივარო? ამას ლაპარაკობენ ბავშვები. ეხლა შეიქმნა კომისია, რომელიც სწავლობს აღნიშნულ ოჯახებს. ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით, რომ თვითონ მაიკოც არის ამ კომისიაში და ოჯახ-ოჯახ დავდივარ და ყველა ოჯახის ინდივიდუალური შესწავლა მიმდინარეობს. აქ 970-მდე ეგრეთ წოდებული რა დავარქვა, არ ვიცი, ჩიხური თუ საცხოვრისია ჩადგმული. და ამასთან ერთად ეს კომისია მუშაობს და ისე არ მინდა დავხატო, რომ ეს ემოციით დაიწყო ყველაფერი, რომ აი მაიკოს პრობლემით და იქ 970 ოჯახიდან ძალიან ბევრია ის ოჯახები, რომელთაც საცხოვრებელი სახლები გააჩნიათ და იმდენად ბევრია ის ოჯახები, რომ მაიკოს პრობლემები გადაფარა და ჩვენ მაიკოსთან ერთად ვხედავ იქ რომ რამდენი მანქანით შემოდის და უამრავი ხალხია, რომელსაც საცხოვრებელი სახლები გააჩნიათ. ამასთან ჩვენი გადამღები ჯგუფი როცა იყო ჩასული ადგილზე, რამდენიმე სახლი დაკეტილი დახვდათ. ეს შემთხვევა როდესაც ისინი მიდიან იქ სადაც ასასვლელი აქვთ თუ? კალბატონი ნინო, ყველა სახლთან ჯიხურთან რომ მივდივარ თვითონ კომისიის წევრებთან ერთად იქ ადგილზე ივსება, აქტის ფორმაა სპეციალური თუ რა მიზეზით და რა მაიძულა რომ შესულიყო. აი ხო გადის ფოტოები ზუსტად ეს არის ფოტოები აი ზუსტად იმ სახლების წამოვიდნენ ალბათ ხო? ანუ ხალხის ნაწილს აქვს ნამდვილად არის ხალხის ნაწილს აქვს, ეხლა დავიწყეთ შესწავლა ფაქტიურად 70% სახლების უკვე შესწავლილია და ანუ თქვენ იცით ამ სახლების შესახებ, გაქვთ ინფორმაცია? კი, როგორ არა, ეხლა გამგეობები პერიოდულად გვაწვდიან იმ სახლების სურათებს, რომელთაც გააჩნია საცხოვრებელი სახლები. მაშინ რა აიძულებთ ამ ადამიანებს შევიდნენ დაიკავონ ეს ტერიტორია? უმეტესობა ახლა სანამ საბოლოო დასკვნას არ გავაკეთებთ კალბატონო ნინო, მანამდე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ უფრო მეტად იკვეთება აქ მრავალსულიანი ოჯახები, ოჯახში რო ცხოვრობენ 2-3 ძმა და ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ვერ ვეტევით ოჯახში და მოხდა დაკავება აღნიშნულის გამო დავიჭირეთ და დავარღვიათ კანონდაში, დავიკავეთ ეს ტერიტორია. ვარ მარტოხელა დედა, არა მაქვს საცხოვრებელი სახლი, ვცხოვრობ დასთან. შემოვედი ოცნების ქალაქში 2012 წელში, ჩავიდგი პატარა ჯიხური, მე ვცხოვრობ იქ, არაფრით არ გადავალ თავშესაფარში, იმიტომ რომ ვარ ქართველი დედა, ვსდი ქართველ ვაჟკაცს და მე მინდა მოვთხოვო სახელმწიფოს ის 20 კვადრატია თუ 10 კვადრატი დამიკანონოს და იქ გავზარდო ჩემი შვილი და იყოს ჩემი შვილიც განათლებული. რატო უნდა გაიზარდოს უპატრონო თავშესაფარში? თქვენთვის უკეთესია იცხოვროთ ამ სიტუაციაში, ვიდრე თქვა სახელმწიფოს მიერ აშენებულ თავშესაფარში? იმიტომ რომ ჩემი საკუთრება იქნება დროებითი არ მინდა. რომ დროებით თავშესაფარში გადავიდე. ხო, მაგრამ რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ეს შეიძლება იყოს სამუდამო? არ დავთმობ, როგორ არ უნდა იყოს. მან და მაინც მოიყვანონ ჩინელი საზღვარგარეთიდან თურქი, სხვა პირები და შემოიყვანონ, მაგას უნდა მიცენ. აჭარელი ვარ, აჭარის ტოლვილი და მინდა ვიყო მე ჩემს აჭარაში და გავზარდო ტოლვილი რატო ხართ? აი ეს მაინტერესებს. მიზეზი ისე ვარ, უსახკარო, არც მიწა მაქვს, არც სახლი, არც საცხოვრებელი არაფერი და ხულოში იმისთანა მცირე მიწიანობა თავის ბიჭიშვილებს არ აკლი მიწა და მე ვინ მომწევს იქ რომ ჩემი შვილი გავზარდო და მყავდეს. მაქვს ერთი სოციალური 100 ლარი და ვცხოვრობ მაგით, არანაირი არაფერი არ გამაჩნია მეტი და საქმება არა და სამსახური არა მაქვს. ყველა მარტოხელა დედა არის ასეთი გაჭირვებულ მდგომარეობაში.
3000 ქოხი როცა ჩაიდგა, იმის მერე დაიწყო დარბევა, დემონტაჟი, მე როგორც ვიცი ბატონ მარშილ ხაბაძემ გამოყო 35000 ლარი დემონტაჟზე და იგივე სიტუაციას ხომ არ გვიპირებენ, აი თქვენ ამბობთ რომ იქ ადგილს არ მოგცემენ. აქ ეს იცი რა შეიძლება იყოს რამოდენიმე ოჯახი, რომელსაც სახლი კარი აქვს. მე ვეთანხმები რომ აი ვის თაღლითია, ის გავიდეს, მაგრამ იქ რაც ხარჯია გასული. თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომ თქვა რაღაცა რაოდენობა ადამიანების არის უბრალოდ პირობების გასაუმჯობესება. კი ბატონო, მე არ უარყოფ, მაგრამ უბრალოდ გულიმწდება აი ბატონი ჯემალი ომის ვეტერანი აფხაზეთის ომში ფეხით შეანაცვლა და ამ ადამიანს თურმე არ ეკუთვნის საქართველოს აჭარაში ჩვენი წინაპრების სისხლით მონაპოვრო ტერიტორიის 100 კვადრატი მიწა ბატონო რამაზ რომელსაც ფეხით შეანაცვლა და მას ოჯახში არ შეუძლია ნორმალური მუშაობა და ამ დროს თქვენ საუბრობთ რომ ქალბატონ მედიას თავთვით რომ ერთი გოჯა მიწა პერსპექტიულია ჩვენი შვილების უფლებები ყველაზე მეტი პერსპექტიულია და აი არ დავტოვებთ იმ ტერიტორიას მე არც იმედი მაქვს რომ ეს კომისია რამეს გააკეთებს რომ ხულოს რეგიონი არაფერს არ გააკეთებს ძალიან მოკლედ შევეცდები ახსნა პრობლემის არსი, იმიტომ რომ მე ეჭვება რომ მაყურებელმა გაიგო რა ხდება ზოგადად ამ სფეროში, ამ პრობლემასთან მიმართებაში. 2012 წლის შემოდგომაზე აჭარაში სხვადასხვა ობიექტებში ადამიანებმა გადაწყვიტეს თავიანთი პრობლემების სოციალური პროტესტი დაეფიქსირებინათ. ეს 12 ობიექტია თუ არ ვცდები? კი, 12-მდე ობიექტია, ზოგიერთი კორპუსი, ზოგიერთი ცარიელი ტერიტორია, სადაც ეხლა და მიმდინარეობდა მშენებლობები. ადამიანებმა თუ შეიძლება კიდევ ერთ ინფორმაციას გადავამოწმოთ. 1864 ოჯახზეა საუბარი? ეს ციფრი მე არ შემიძლია ვთქვა რამდენ ოჯახზეა, იმიტომ რომ დინამიკა არის ზოგჯერ ზრდის მოსახლეობის, არის იცვლება მოსახლეობა, სხვადასხვა ოცნების ქალაქზე მე მგაქვთ მგონი საუბარი. მუყაოს ქალაქს დავარქმევთ. მუყაოს, ანუ ეს არის ერთი ტერიტორია, არის მსგავსი კიდე სხვადასხვა ადგილზე მცირე თუ დიდი ტერიტორიები. რეალურად პრობლემაც არის ეს, რომ რაოდენობა არ ვიცი ზუსტად ადამიანების და ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. 2012 წლის შემოდგომაზე ადამიანებმა გადაწყვიტენ, რომ სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე ადამიანებმა დაეკავებინათ ეს ტერიტორია და თავიანთი პროტესტი მსგავსად დაეფიქსირებინათ. შემდგომ უკვე აჭარის მთავრობამ რეაგირება მოახდინა იმით, რომ შექმნა სპეციალური კომისია, ხალხშორის მეორე კომისიაზე გვაქვს საუბარი, რომელზეც ეხლა საუბრობს. მე ვიცი, რომ თქვენ ერთ-ერთ კომისიაში შედიოდით. კომისიაში შედიოდნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ჩემი ორგანიზაციაც შედიოდა ეკონომიკის, ჯანდაცვის, სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის ასევე მთავრობის აპარატის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და აღნიშნული კომისიის მიზანი იყო შეესწავლა არსებული პრობლემები, რა ტიპის პრობლემები არსებობდა ამ შესახლებებში და შემდგომ უკვე გაიეცინა რეკომენდაციები, გეტყვით, რეკომენდაციები უნდა წარედგინა აჭარის მთავრობისათვის. სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის, კომისია შეიქმნა 2012 წლის 16 ნოემბერს და რეალურად დაასრულა მუშაობა 2013 წლის 5 მარტს, მაგრამ სამწუხაროდ მე დღემდე არ მინახავს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ის რეკომენდაციები, რომლის გამოც რეალურად ეს კომისია შეიქმნა. რომელიც უნდა წარედგინოს აჭარის მთავრობას. წარდგენოდა აჭარის მთავრობა. რამდენად თვლით თქვენ, რომ ეს მხოლოდ აჭარის მთავრობის გადასაწყვეტი პრობლემაა და რამდენად უნდა იყოს მონაწილეობა, უნდა მიიღოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ? ამ კითხვით მე ბატონ დიმიტრისაც მიუბრუნდები აუცილებლად. გამომდინარე იქედან, რომ რეალურად აღნიშნულმა კომისიამ ბოლომდე ვერ შეძლო საკუთარი მიზნის შესრულება, იმიტომ რომ ვერ დავინახეთ და ვერ დაინახა აღნიშნულმა კომისიამ სრული სურათი. ჩვენ შევეცადეთ ჩვენს ორგანიზაციას ჩაეტარებინა ზოგადი თვისობრივი კვლევა აღნიშნულ დასახლებებში და გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის. ამიდან შემიძლია ჩამოთვალო რამოდენიმე მათგანი. ერთ-ერთი პრობლემა არის სტიქიით დაზარალების პრობლემა და მოგეხსენებათ აჭარა იმყოფება იმ ზონაში, რომელიც არის სტიქიური უბედურებების საკმაოდ მზარდი და მაჩვენებლით გამოირჩევა. არის ასევე მცირე მიწიანობის პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ აჭარა ასევე გამოირჩევა ყველაზე მცირე მიწიანი რეგიონია საქართველოში. არის ასევე გაყოფილი და მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემა და აჭარა ასევე გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით და ზოგადად მზარდი მოსახლეობით, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მოსახლეობის მქონე რეგიონია. არის ასევე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები, სოციალურ საკითხთან მიმართებაში პრობლემები, მრავალშვილიანი დედები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასაწყისშივე მომხდარიყო დეტალური ინფორმაციის შეგროვება აქ მცხოვრებ ოჯახებზე, რათა პირველ რიგში აჭარის ხელისუფლებას დეტალურად შეესწავლა ეს ოჯახები. რა უშლის ხელს დეტალურად შეესწავლას? არ ვიცი, ალბათ ამაზე ბატონ რამას უნდა ვკითხოთ, არ ვიცი. დეტალურად ვერ მოხდა ყველა ოჯახის შესწავლა. ეს მოგცემდა საშუალებას, რომ გამოგვეყო იმ ოჯახების კატეგორია, რომლებიც პირველ ეტაპზე თუ ადრინდელზე საუბრობდი, ძველ
ადგილზე ვსაუბრობ და ეს მოგცემდა საშუალებას დეტალურად შესწავლა მოგცემდა საშუალებას იმას რომ ზუსტად ვცოდნონ და პირველ ეტაპზე ვის შეიძლებოდა დახმარებოდა აჭარის მთავრობა ანუ ვინ არის აუცილებელი საჭიროების წინაშე ვინ დგას ასეთ საჭიროების წინაშე ვინ არის პირველ რიგში დახმარების დავასრულებ და გიპასუხებ მაკითხვას და შემდგომ უკვე თვისობრივი კვლევა რა ტიპის პრობლემები იყო ამ შესახლებებში მოგცემდა საშუალებას სამომავლოდ აჭარის მთავრობას განესაზღვრა რა ტიპის პროგრამები უნდა განახორციელოს მომავალში აჭარის რეგიონში რომ არ მოხდეს მსგავსი ტიპის პრობლემები არ ქონდეს ადამიანებს და არ მოხდეს თუნდაც მსგავსი ტიპის შესახლებები იმიტომ რომ არავის არ სიამოვნებს აქ ცხოვრება ადამიანებს იცხოვრონ სხვის ტერიტორიაზე სხვის სახლებში და მუდმივად იყვნენ იმის რეჟიმში რომ საჭიროდნენ დახმარებას და არა იყო შემოვიდა ნორმატიული აქტი რითაც რეგულირდება აღნიშნული ოჯახების განსახლებისა და მათი გრძელვადიანი განსახლების პროგრამების საკითხებს გულისხმობს რას. ყველა სტიქიის შედეგად აზარებულ ოჯახს აქვს საშუალება მოვიდეს ან სამინისტროში ან სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულებში იგივე ჯანდაცვის სამინისტროში აჭარაში და გააკეთოს შესაბამისი განაცხადი. ეს განაცხადი გულისხმობს სახლის მოძიების თავობაზე განაცხადი. აი ზუსტად რასაც კალტონციალს აუვლობდა, აი ეს განაცხადი გარკვეულ დოკუმენტებთან და გარკვეულ კრიტერიუმებთან ერთად იძლევა საშუალებას, რომ განისაზღვროს და პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ოჯახებს, რომელიც ყველაზე მეტად და პირველ ეტაპზე საჭიროებენ დახმარების გაწევას. აქ შესაბამისი ქულები ენიჭება ყველა კრიტერიუმს და ყველაზე მაღალ ქულიანების დაკმაყოფილების საკითხი დგება. ეს გულისხმობს რაც გარკვეული თანხის ფარგლებში სახლის მოძიებას თვითონ აქვს საშუალება რომ მოიძინოს სახლი, წარმოადგინოს სამინისტროში და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ყიდულობ და პირდაპირ კანონდება მათ სახელზე.